საქართველოს განათლების ისტორიაში პირველად ჩატარდება სახელმწიფო ენის გამოცდა. გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეიდან 24 ნოემბრიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე, ეს არის online.naec.g. სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისთვის. სწორედ ამ მიზნით სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-24 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მსოფლიო სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნეს სექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის. სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და 4 კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგცემს. ესენია მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკმა. აღსანიშნავია, რომ მხედველობა დაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა. სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.